დიონ მშვიდობისაო, რა ლამაზად თენდები, უკვე გათენდა. ქრისტე არს დგა ხალხმა, გუშინ ჩავწერეთ ვიდეო, გუშინ წინათ ჩავწერეთ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვიდეო არ იყო. ვერ დავდეთ. უძილობა, დაღლილობა, ეს 2 დღე გადაგმლიჭა მასმა და ასე რა. ხო და წინსაფარი როგორ მიხდება ხალხმა? გამოვაჩინოთ. აი, ეს. სავარაუდოდ სამსახურს არ გავაგრძელებ ბოლომდე, ხო? როგორც გინდა. არ ვიცი. როგორც გინდა რა. ანუ ჩემი საზრით უნდა იმუშაო, იმიტომ რომ არის საჭირო, მაგრამ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა შენ იმუშავებ თუ არა. შემინახავ ჩემო ბატონო. კი, როგორ არა. გოგო, ხალხი როა შემოდის მაგას გულის რა შუაში ხა ეს. ანუ საღამოთი იმუშავებ, რა მნიშვნელობა აქვს? საღამოთი თვითონ იმუშავებ. ხო და არ იმუშაოს, თვითონ გამუშაო შენ. თვითონ თუ არ გაგანთავისუფლებ შენ. კარჩე როგორი რაღაცა იყო, იცი, ავიღე ხელფასი, 5 დღის ხელფასი გადამიხადა და დამაკლო ძალიან კარგი თანხა. და უთხარი, სადაური ხელფასით გადაითვალე მეთქი, რა ციფრებში გადაითვალე, თქვი ხა მე არ დავასახელებ, რამდენი გადამიხადა და რამდენი უნდა ყოფილიყო ჩემი ხელფასი. მაგრამ ცოტა არარეალური ციფრები დამისახელა და გამეცინა და მე ან ნახე როგორ რაღაცა დილით ხალხი შემოდის ძალიან ცოტა, იმიტომ რომ ფაქტი ოჯერ არავინ არ იცის კიდევ რომ დილით იღება და რაღაცა დრო ჭირდება ხალხს, დრო ჭირდება ყველას ასე შემდეგ. ხო და არ ვიცი რა იქნება. ანუ ახლა ჩემს ჰეითერებს გაუხარდებათ, მაგრამ ეს დავწვევი და დავუძინებ ხოლმე ხა აღარ ავდგები დილის 5 საათს. აღარ ავდგებით ხო? ეს ჩემი პატარა თანამშრომელია. უხალხასო თანამშრომელი. შენი არ არის. ისედაც. ფული ჯოჯოხიც ანათებს, ჯიბეს ახარებს. ნამდვილად. ისე გამიგია ფული ადამიანს სულისო, მაგრამ მე ისე მალე მეხარჯება შესვლასაც ვერ ვასწრებ. გათვლას ვერ ასწრებ? სიახლეები ეთერში, რა გვაქვს სიახლე, არაფერი ისეთი. აღდგომას ვიყავით. ჩემ დედამთილის სახლში. მაგებს მე მოვყავდი მეგობრებო. კაპიტანის კაპიტანი. გამაჯმეინე? დიახ. მოკლედ, ხო მეგობრებო, ვიყავით ანტონიოს ედის სახლში. თავიდან საერთოდ არ მინდოდა წასვლა, იმიტომ რომ კაბი შეცვლა მინდოდა. მე ვერ ვფიქრობდი რომელი კაბა ჩამეცვა. მე გადავიფიქრე კაბაზე ჩავიცვი შარვალი, კერდე ელასტიკი თუ რაღაც მეცვა რა. ნუ მაინც წავედ, ძალიან კარგად გავერთეთ, ჭამეთ. დედას ტირამისუზე ხო ვაფშე გაგიჟდნენ, დედა აკეთებს მეგობრებო, უმაგრეს ტირამისუს. ძალიან მიყვარს. და პატარა ჭიქაში რომ ტირამისუ დამიდეს, თვალები გადავაბრიალე, რომ ეს რა თქვა. ანუ ამ ხელე ჭიქაში რომ ტირამისუს დაგიდებენ. რა მოძრაობა, გელა. ლელა. ხო და გავერთეთ ძალიან ბევრი ვიცეკოთ მხოლოდ მე სტრიმზეც ვიყავი. ვითამაშეთ PlayStation-ი. ნუ ისე გავიდა ეგ დღე და წამოვედით სახლში და მეორე დღესაც წავედით. ჭამეთ, მაგრამ წავედით და მაგის მერე წავედით გუაში. გუა არის მოდი დისკოტეკა რო დავარქოთ. საცეკვაო ადგილი რა. კლუბი. ხო, კლუბი. აქ ბეჭედი შენ გავკიდა. სამაშორო. ხო, ბეჭდები გვაქვს. შენ რა თქმა გეშავრა, წყალი არ გადაივლა? ბოლო დამშვედება მე მარტივად ესეთი რაღაც. ინახებ სამახსოვრებს. ნამდვილად. მე ვიყავით გუაში, წავედით, ცოტა დავლიეთ. მაგრამ წინაზე რომ ვიყავით სხვა შორის ასულები, ეხლა წავედით მეორედ რა.
წინაზე რო ვიყავი წასულები ცოტა მივედით გვიან და იყო ძალიან კაი სიტუაცია, იმიტომ რომ ხალხი იყო ერთობოდნენ, ცეკვდნენ, ჰაი, რაღაცა თემა და ძალიან ადრე მივედით ჩვენ და ხალხი საერთოდ არ იყო, არ გაგვისწორდა და საათნახევარში მალევე წამოვედით, იმიტომ რომ მუღამის არ გქონა. წავედით მაკში. წავედით მერე ბრინდისში და ვიჭამეთ მაკდონალდსი. ძალიან გემრიელა სხვა შორის, ძალიან მე ნომადი სამღუძვრელად გამოიყურებოდა. და მე წავედით სახლში რა და მეორე დღეს უნდა გვემუშავ. მე ვაფშე აღარც მახსოვდა რომ დედა მეორე დღეს სამსხურში იყო წასვლელი. მივედით სახლში და ვიცინეთ და დედით რაღაც მაუწევს და ის თვალე გავახარ მეთქი დედა რა ხდება. სამსხურში გამომყევიო. მეთქი დედა სად გამოყვე? ანუ ძალიან მოვეჩვერა ეს დედით გაღვიძებას და რაღაც და ძალიან არ მოწევს. იმიტომ რომ ძალიან ადრე ვიცინებ სხვა შორის. აი ეს კარგია. ხო და ვიძინეთ 9 საათზე. ადრე ვიძინებდი ხოლმე 5-ზე. 4-ზე. გუშინ სიმღერა 10:30. ხო, ნუ ადრე ვიძინებ და მე ადრე ვიღვიძებ და ეზელის რეჟიმი არ უწევს მე ჩვენ გვიან დავიძინო და გვიან გავიღვიძო, იმიტომ რომ დღე უფრო მალე გადისა. ხო და დილით ადრეა ლიონზე. პირიქით კარგია დილით ადრე გავიძებ. აი დღესამეც ჯანმრთელობაა. ვერ დაგეთანხმები ძილი უფრო კაი ჩავტილიო მეა. ხო და წამოყევი რომ მოვედით, მოვიდა ბარის უფროსის შვილი. ანუ დედაჩემის უფროსის შვილი. და აქ იყო მე დედამ ის ვერაც გავუშვით რახან თეკლა დაინახა. ხო, აღარ მიდიოდა. მე ის მე ანტონიო შემოვიდა. მე ანტონიო შემოვიდა და მის დღეებში ეგ ბიჭიო მან და მინახიო და მუშაობა დაიწყე და შემოსულა დაიწყო მაგ ბიჭმა და დედამ არაო თეკლას გამოშემოდიშო. ხო და მე ინსტაგრამი გავუცვალეთ. მე ვილაპარაკეთ. ჰა? ყველაფერს ყვები? ნუ ყველაფერს არა. ვილაპარაკეთ და მე ერთად ვაპირებთ ერთ ადგილზე წასვლას. ეგ თქვასა? არა ხო? მე ვაპირებთ ერთ ადგილზე წასვლას. აი ხა ბავშვებს თემებს ნოყვები. და უფრო აი მოდი ხალხს ესეთი თემები უფრო აინტერესებს რა ხდება ცხოვრებაში. ვაუ. და მე სახლში რომ მივედი, არა, იქამდე კარგად ვთამაშობდით, რამე არა, ეგრე თავის მაგას თამაშობდი და მე ვუყურებდი და ვცდილობდი რომ გამერკვია აი ამ კარტის თამაში, რომელსაც ვერ გავუგე და ესეთი კარგი ცხოვრებაში პირველად ნახე. ანუ ეს კარტია მეგობრებო, დაილოცოს ჩვენი კარტი. დაილოცოს კარტი როგორ უნდა დაილოცოს იდეაში. ანუ ხალხი მოხდებოდა. და მე სახლში რომ წამოვედით მომწერა რომ საღამოთიო გამოდიო და გავედი. ცოტა ხანი ვისეირნეთ მანქანით და მე სახლში რომ მოვედი რაღაც ადგილი რომ გაგვატარა მაგ ადგილზე გვინდა და მე და ჩემს დედოფლს წასვლა ძალიან. დაიკარგა 2 დები. 2 წუთი მაცადე წავედით და თან ამას მიწერა რომ მივდივარ ხო თუ გინდა წამოდით ხო და არ მინდა მე მაგ ადგილზე წამოსვლა, მაგრამ თუ დაიკარგებია რამე რომ დაგჭირდეს დამილეკე. ანუ მეთქი ოკეი და წავედი და ანუ უნდა წავსულიყავი ამ მხარეს და წავედი ამ მხარეს და ამ მხარეს რომ წავედი ძალიან შორს და დავიკარგეთ. ესეა და შეყოლებსაც ნამდვილ მხარეს მიხარ ხოლმე. და მივწერე რომ არ ვიცი რა ქვია რაღაც იმწერ და მიაგენეოთ რაღაც და არა თქო რა დავიკარგეთ ხო რა და სათხო რომ მითხარიო და მოვალო და ანუ ის ადგილზე ვიყავი რომ მაგანაც კი ვერ მოგვაგნო და გარტყმაში არ იყო ეგ ადგილი სად იყო სადაც მე ვიყავი და მე გავაგენით ჩვენით და ყველთან მოგვაკითხა და წამიყვანა იმ ადგილზე სადაც მე მინდა და წასვლა და დამტოვა ოღონდ მეგობრებო ისეთი ჩიხებით და ისეთი მისახომოსოხოვებითი არა რომ გაგნება იყო მე შეუძლებელი და თან დედამ რომ დამირეკა რომ მალე სახში მოდიო ანუ რომ მივედით არც გავუჩერებულოთ ეგრევე დავიწყეთ გზის გაკვლევა საიდან უნდა წავსულიყავი სახლში მაპის დახმარებით მაინც წამოვედით და უკვე სახლთან რო ვიყავი წერს რომ შენითო წამოხვალო თუ მე წამოგიყვანო და მეთქი სახლთან რო ვიყავ არ მინდა თქო მადლობა თქო რა და დამეძინა სახში ამოვედი იმენა გავითიშე აღარ მინდა და რომ გამეღვიძა პირველ საათზე და მგონია უკვე რომ სადღაც 5-6 საათია თან ვფიქრობ დედა სამსხურში ხო არ არის უკვე ხო არ დააგვიანდა რაღაცა და დავხედე საათზე პირველი წუთები იყო იქიდან საბაჭაჭყანებს აქიდან ოთომ დამიჯოინდიო მეთქი სათნა დაგიჯოინდეს ბიჭო ჩუმად იყავით მეცინება
ვის დაანახავთ? მე გავხსენი ტელეფონი მესიჯები დამხვდა და აი ესე წერდი მეგობრებო ტელეფონზე ოღონ მართლა არც მახსოვს რაც წერდი და მე ისე დავიძინე და მე კიდე დილით მაღვიძებენ და ალბათ აი ტვინის ბოლო ნერვზე მივტყავდა ეგ გაღვიძება რომ თეკლა წამორო გამომწევიო და 1 წუთი 2 წუთი ვამთავრებ თეკლა გამომწევია და ხო კაი თქო ცოტა ხანში ავდგები თქო და აი ისო კაიო მე შემოდის კიდე რა და თეკლა ვადექიო რა და კაი თქო საზავხედე და იყო 6:30 და 5 წუთი ეკლდა 6:30 რა 25 წუთი იყო და ეხლა ვფიქრობ რომ ხო თქო ეხლა რომ ავდგები თქო ანუ არ ვიცი რატომ არა ტვინში მახსოვდა რომ 6:30-ზე უკვე აქ უნდა ყოფილიყავით მეთქი ავდგები თქო უცბად ჩავიცმებ თქო კონტურს გადავისმო გავალ თქო ნუ მეთქი 5 წუთში ჩავეტევი რამენაირად თქო ნუ 2 წუთი დაგოგვიანდეს არაფერია თქო ავდექი და კარგად რომ გამომხიზლდი საათზე დავხედე 9 საათი მქონდა დრო და მე ძალიან დეპრესიებიდან მივარდა ნუ მოკლედ მეგობრებო ისეთი არაფერი არ ხდება თქვენს ცხოვრებაში რომ გაგიზიაროთ რა რო გელაპარაკოთ და ცოტა რაღაც ხვაზე ხარ. ნუ არაფერი არ ხდება ეგეთ. ძალიან ჩვეულებრივი დღეებია. სხვაში ძალიან კაი მიდები გამოვიდა მეგობრებო და დავიწყეთ უკვე ტოპებით, დახეული ჯინსებით, ლამის უკვე შორტებით სიარულე. ორ პერაში ალბათ უკვე ზღვაზე წავალთ, ხო? სადაც ეგრე. წავალთ ზღვაზე. დედა მიყიდის ხალხს რა იმას ახალ ტელეფონს და მე აუცილებლად გავაკეთებ ჩემს YouTube არხს. აღარ ესქნება ბოლო. აღარ მართლა. 3 YouTube არხი მქონდა, 3-ვე დამეკარგა თუ არ ვიცი რა მოვიდა. პარულები და მეილები აღარ მახსოვს. გავაკეთებ ბოლოს და უკანასკნელს. იმიტომ რომ ამ ტელეფონით გადაღებას ჯერ ხვაზრის არ აქვს, მე მეორე კიდე ხმა არც ისმის ნორმალურად და ხო. ახლა ტელეფონს ვიყიდე, მე დავიწყებ. კიდევ საინტერესო რა ხდება. არაფერი. გვეძინა ჭამდი ცვალდით მიდიოდ. ანუ ხო, არაფერი არ იყო საინტერესო. ой და ლიზის დაბადების იყო გუშინა დამამწვა მეგოცა და თუ უყურებ აქედან გელოცა და ძალიან გიგონიში. სხვაჟის გამახსენდა, ერთი სამჯერ გამახსენდა და დეიდას მხარი დამარეკინე თქო და მაინც დამოვიწყდა ბოლოს. კარგი ხალხო. ჩემი რძლის დაბადების დღე იყო. გუშინა. ხო და რამოდენიმე დღით ადრე ვუთხარი რომ ჩამოვალ მეთქი ყვავილებს ჩამოგიტან თქო და გუში რაღაცაზე მომწერა. ხავი შეგახსენა. ხო და მეც მიჭა რაღაც რეცეპტი უნდა და საჭმლის და უთხარი რა თქმა უნდა ის რეცეპტი თან მუშაობდი თან დაღლილი ერთი სულ მქონდა სახში გავკუსკუსებულიყავი და მე მგონა რომ დღეს არის მისი დაბადების დღე. თეკლა მეუბნება რომ დედიო გუშინ რატო არ მიულოცეო ლიზოს დაბადების დღეო. არა შულო მე უთხარი რომ საურში აქვს მე დღეს 23-ია. და ძალო. რა ვქნათ? რა ვქნათ? ხდება ხოლმე. აქ ისე გოდგა. მაგის რა. გუში შემოვიდა ჩვენს ბარში. ერთი გერმანელი ჩაი მომართვით ესე არ თქვა სამ ჩაი ლიმონით თუ შეიძლება ლიმონიანი ჩაიო და მე ვცდილობ ჩვენ ან ყავა ან ლუდი გენაცვალე მე დერაფერი არ გვაქვს ხო კაი ყავა ხოდა ეს ჩემი უფროსი სარკი იყო და ამ ჩემს უფროსს ემაუბნება რომ შენი ქმარიაო რა შემატყეთ აქ მარი მამას გავს აქ მარი ხალო ზროსლია ჩემი უფროსი იქნება ალბათ 65 წლამდე იქნება ხო და მე ლაპარაკება ინგლისურად და მე ვაფშე დავიწყებული მაქვს მესმის მაგრამ ვაფშე პასუხებს ვერ ვცემდი იტალიურად ვასწავლე და მე მეთქი იტალიელი არა ვარ, ხომ გერმანელს ვაუბნები, ქართველი ვარ თქო და ეს ჩემი შვილია თქო თეკლაზე. ნუ მართლაო და მე ფოტოს მანახებს რომ ესე ჩემი შვილიაო, ბიჭი ყავს ბაწყუა. ხო და აქ ჩამოსული ვარო ჩემი შვილის გამო, ცოლი ყავდა იტალიელი და გაშორებული ბავშვს ანახავ ჩამოვიდა მომავალ კვირას უკან ვბრუნდები გერმანიაშიო. და რო გაიგო რომ ქართველი ვიყავი
სალაროსთან ვიდექი რაღაც ვაკეთებდი არ მახსოვს და ესე მეუბნება რომ меня зовут Дима. მე ხარი меня зовут კეცი მეთქი ზამოუწყო რომ მეთქო რომ очень приятно თქო. ანუ ქართველები ყველასთვის და ყველასთან ასოცირდება რუსებთან. რუსეთი. მე ვხარი ჩვენ ვართ მეზობელი ქვეყნები. მეზობლები ვართ. არ გვაქვს მეგობრული დამოკიდებულება ამ ეტაპზე რუსეთთან მე ვხარი, მაგრამ ხა ჩემი ასაკის ხალხმა თქო რა რუსული ყველა ვიცით თქო, იმიტომ რომ ჩვენს დროს სწავლებოდა სკოლაში და ისედაც ვსწავლობდით და ყველას ოჯახში ლაპარაკობდა რუსულად და ჩვენთვის იყო მართლა მეორე. აი ეგეთი ამბები რა. ერთი ის არის რომ ეს სამსახური მეხმარება იმაში კომუნიკაცია მაქვს და რომ მე სიტყვის მარაგს ვაგროვებ სალაპარაკოდ. მაგრამ მეორე ის არის რომ რაღაცა არ დამიფასდა მუშაობა და მე როგორი ადამიანი ვარ, იცი, მოტივირებული როდესაც ვარ, შემიძლია, რა ვიცი, მე გაუკეთებელი გაგიკეთო. და მოტივაციას რო რაღაცით მიკარგავ, ხო, უკვე ხალისს არ მაქვს და მაგალითად მე გუშინ არც მიდოდა თქო, და სამსახურში გამოსვლა დავიგვიანებ მაგის დედას თქო. მაგრამ მაინც ეგრე წამოვედი თავის დროზე რა თქმა უნდა. ანუ ხა როგორ რაღაცა მაქვს ამ სამსახურში, ორი კვირა კიდევ ვიმუშავებ. და თუ ისე არა ეწყო მუშაობა და უშუალოდ როგორც ამას უნდა, დილაობით აღარ გააღებს ხოლმე. მაგრამ ჩემგანო ძალიან დიდი პატივისცემაო, აქ კამერებია სამსახურში. როგორც შენ ალაგებ, ხო? მე არ მინახავსო, მართალია რომ საქმე არ გაქვს, ხო, სუწმინდა. გადმოვალაგებ ამ ბოთლებს, შევალაგებ, გადმოვალაგებ, შევალაგებ. ტორებია. სიტყვით. ეგეთი ამბები, ნახე იქნება არ ვიცი. ოთუშკები ამუღამებს იტალიურ ენას. ძალიან ბევრი სიტყვა იცის და თან როგორ იცი, ისეთ დროს რაღაცა სიტყვის ხოლმე. ჩვენც რო გვიყვარს, აი მართლა რომ გუბკასავით იყნოსავს კი არა და ისრუტავს. და თან განაქართული აქცენტით, იმენა პატარა იტალიელი ვით ლაპარაკობს. ძალიან საყვარლად. ანტონიოს დედის სახლში, ან ჩემი დედამთილის სახლში, მოდი ესე ვთქვათ. და აქ ძალიან ბევრი რამე გეშლებათ და ამ თემაზეც მინდა ვილაპარაკო. ზედაური შენი დედამთილია. ერთ სახლში რო ცხოვრობ, როგორც ცოლ-ქმარი და რა ის კვირაში ორჯერ ვნახულობ, როგორც საუშად შეყვარებული. არა მარტო აქ, მაგალითად დედაჩემს და მამაჩემს ხელი მოწერილი არ ჰქონდათ და ცოლ-ქმარი იყვნენ. საბუთის ნაჯღაბნი არ ნიშნავს მხოლოდ ცოლ-ქმრობას. ეს ერთი. ხო და როცა ოჯახში, მეგობრებში და ყველგან საერთოდ ხარ, სადაც უნდა იყო და даже სადაც არ უნდა იყო, იქაც რომ ხარ და ერთად ცხოვრობთ, იგი ცხოვრება რასაც ნიშნავს. ზუსტად ესე. შენ სახლიდან იღვიძებ, მიდიხარ სამსახურში, მოდიხარ ისევ შენ სახლში, ჰაი-ფაი თემები. აბა ამას რა ქვია? ჩემს საყვარელი ვერანაირად ვერ დაერქმევა, იმიტომ რომ მე არ ვარ გათხოვილი ხალი და ის არ არის ცოლიანი კაცი. შეყვარებულებზე უფრო მეტი ვართ. იმიტომ რომ ბეჭედიც მიკეთია. და აქ ესე ეძახიან და წინათ საქართველოში ესე იყო. დიდ უპირატესობას არ ანიჭებდნენ აქ ხელის მოწერას. ასე რომ დააყენეთ თქვენი ბანჯგულიანი ტრაკები. და სურო ესეც არ იყოს თქვენ რა გაწვალებს თვითონ მიხო სანამ დიდემთილი არა ბიჭო შენია და დაგახიე მაგიჟებ თო ვანდაცა
ხანდახან მინდა ხოლმე დავაკვირდეს სადამდე წავა თქვენი მსოფლო მხედველობა. მაინც ვერ მიდის. აი ასე ვზავთ. ხო, ჩემზე ნუ ინერვიულო, თქვენ თავზე ინერვიულეთ ხალხნო. ის კი მიიბლოკა მაშინ. დალშე კიდე რა შემიძლია ვთქვა. აი ეს მეთქიოდით ხარ, ხო, აი ესე. ალღასავით რო გამომივლის ხოლმე და უცბად აი მოჭერითი შეგრძნება მაქვს რა და ხანდახან მიკრთის ხოლმე აქეთა მხარე. და მე დავასკვენი რომ აქვს ჰაიმორიტი. 100%-ია. თუ გახსოვთ, ერთხელ ვთქვი, აქ არის ძალიან ბევრი მტვერი და ნესტი. საერთოდ ჰაიმორიც არ ხდება. მე ადრე წლების წინ რა ესე თავი დაბლა რომ დავხარე ცხვირიდან წამოვიდა უბრალოდ წყალი. უბრალოდ თბილი წყალი. როგორც ჩანს, ჩემთან ხდებოდა დაგროვება და დაახლოებით ესე 6-7 თვის წინ ზღვაზე მივდიოდით მე და ანტონიო და უცბად ამტკივდა ნახევარი მხარე, მთელი ღრძილები, ცხვირის შიდა მხარე, თავი, ყური, ყველაფერი კისერი, ნახევარი მხარე მთლიანად ამტკივდა და ესე რომ მე მგონა კბილი მტკიოდა, მაგრამ კბილი არ მქონდა გაფუჭებული და საიდან დამტკენოდა ვერ მივხვდი. და ესე რომ გავაკეთე, გამომვარდა კოლტი, მტვერის კოლტი გამომვარდა ცხვირიდან ყელში. აი მენა მტვერი ალბათ ასე ამხელა. და ეხლა ვფიქრობ მე რომ მაქვს ისევ ჩაგროვება ალბათ და ან ვერ გამოდის ან რაღაც და აქ აწვება ერთ სიტყვით დღეს კიდე ვიწყებ ანტიბიოტიკს ოღონდ კოკლავი მინდა დავლიო კოკლავი არის სასუნთქი გზების და ამის და ყველაფრის და რომ დავლიე აუგმენტინი თუ არ ვწდები მაგან შვება მომცა 3 დღე ვსვამდი მაგრამ ვსვამდი დღეში ერთხელ დღეში ორჯერ არა და რაღაც პონჩი შვება მომცა ან მომიხდა ესე რომ ვთქვა ეხლა მინდა დავლიო კოკლავი 3 დღე დავლებ დღეში 2-ს და შევხედავ დავაკვირდები წეს უნდა ალაგოს 3 და თუ საჭირო გახდა 5 დღეც დავლევ. პირველი 3 დღე მინდა შევხედავ ან 3 ან 5, ხო? ეგ არის ანთება მაქვს, მე ვფიქრობ ჰაიმორიტი მაქვს და მე ჯერ ექიმთან ვერ მივედი აქ. და ანუ ადამიანები რო არიან ხო ეს დილით ხელფირს რომ ვიბად და რო შვები ხელით გამოაქვთ რაღაცები და ხელით კი არა, სულ შლანგი მივიდო, არაფერი ანუ არ გამომდის. მე არ მაქვს და რომ მე ვფიქრობ ჩაგუბება მაქვს და რაღაც არხში. და მაძლევს დისკომფორტს, ძალიან დიდს. ამებში. მაქვს ხოლმე წვის შეგრძნება. ოდნავი ტკივილის შეგრძნებას და შევხედოთ ხა კოკლავი რას მიძავს. დავშერავი შემიძლია თქვა ხო თუნას ატკივდა კბილი. კარიესი აქვს პატარა დაბლაურ კბილზე. მაგრამ იტკიებდა მაღლა. მე ვფიქრობ გადასცემდა მაღლა კბილები აქვს სუფთა სულ. არანაირი კარიესი არაფერი. ხო და აქ უთხარი ჩემს დედამთილს რომ ბავშვის სტომატოლოგი მინდა თქო და ასე მითხრა რომ დედამთილმაც და ბიცოლამაც ანტონიოს ბიცოლამაც რომ აქ ბავშვის და ზრდასრულის ერთიაო. ეხლა უნდა ვნახო კარგი სტომატოლოგი. მე კი ვიყავი ქართველთან წასული მაშინ, მაგრამ ამ ხელა გზაზე ბავშვი დავღალო. იგივე ფასია მივიყვან და აქ ვანახე ვაფშე სულაც გადავუღებ პირის ხორში ჯერდა. ნახეთ რა როგორ და რანაირად რაც არ უნდა იყოს, ეხლა თუნა არის პატარა, ჯერ კბილები არ დაუცვია და არ მგონია ნერვი იყოს და რაღაცა ესე ტკივილს იწვევდეს, იმიტომ რომ პატარა კბილებს ნერვი არ აქვს, ხო? იმიტომ რომ ეს კბილები არის საძევე კბილები თუ ძიანი თუ რავი რა სიძახია. რომელიც უნდა დაიცვალოს. და არ ვიცი და что будет не знаю. Вот так вот. Ауди ხომ ზამბები გაგუცეთ.
მინდა ხოლმე ხშირ-ხშირად დაგიდოთ რაღაცები, მაგრამ ისიც არ მინდა თავი რომ მოგაბეზროთ და ეს ყველა დეტალი ზიაროთ და ჰაი-ფაი თემები. ხონა ეს აღდგომისთვის ტკბილი მე გავაკეთე, ჩემი ტირამისუ. მინდა რომ გასწავლოთ. ძალიან გემრიელია ხალხო. არსად აღარ შეჭამს ტირამისუს, ჩემს ტირამისუს რო გასინჯავთ ამ ჩემს რეცეპტს. და რაღაცა ამოვაკელი, რაღაცა დავამატე. კლასიკურს როგორც ის სულ კვერცხით უკეთება, მასიც არ ვაკეთებ, იმიტომ რომ კვერცხის ცილა არ მიყვარს. ხოდა თუ გინდათ აუცილებლად როდესაც გავაკეთებ, ჩავწერ ერთ ვიდეოს და განიხილავ აუცილებლად. და იმდენად მდგრადია. აი ეს არ არის დაშლილი, რბილი და წამოწოლილი არ არის. დგას, იმენა დგას. ხოდა რავი, მინდა გცეთ ძალიან ბევრი. გვყარობთ ასე თუ ისე. ჩვენ კიდევ და კიდევ ვიზრდებით. ესეც ძალიან სასიხარულო. ხოდა მინდა რომ კიდევ უფრო და უფრო გავიზარდოთ. გაგოცით, სამ.